ეხა გადატვირთა ნინო. დღემშვიდობის გამარჯობათ. ცოტა ადრე მოვედი დღეს, ცოტა კარგად ადრე. კარგად ადრე მოვედი. რომელი საათი? ჯერ ადრე, მოიწიწო რა. რა, ნახევარზე იქნა ვიყო. ნახევარზე? მეთა. თურქეთის იმაზე. ისაციც. არა, მე რეკაბაზე ვიცი წავედი. აქეთა გქონდა ჩამოწეული, იქითა არა. კიდე? კიდე? ივანეს 6-ი აქ? ის არ დაგავიწყდეს, ხორუმის ფორმა წაიღე. დღეს ადრე მორჩით და მოვედი სახლში. სამისთვის მოხვედი ხო? ზუსტად 3-ზე ვიყავი სახლში. ხო და ადრე გამოგვიშვა რა უფროსმა არ იყო საქმე ისეთი არაფერი, მოვჩით, მივჩით, გავაკეთეთ ყველაფერი და წამოვედით და გუშინ მოვჩის და დღეს ამის დამთავრების დღეა. ხო და თან ვიდეოსაც ჩავწერ. 4 არა 1 საათია სახლში ვარ, სანამ საჭმელი ვჭამე, არ გავაკეთებინეთ იქ უფროს საჭმელი. მალე უნდა წამოსულიყავით მაინც და გვერდჩინა რომ სახლში წამოსულიყავით. ხო და ეხა შევჭამე. ვაიმე გუშინ ესე იგი დაახლოებით 4:30-დან 4-მდე შევჭამეთ იქ საჭმელი სამსახურში და რომ მოვედი სახლში, რაღაცა ნინოს მოშივდა, რაღაცა ის დავსხი რა იყო, რაღაცები იყო მოკლედ ცოტა საჭმელები და რაღაცა ცოტა შიმშილმა შემაწუხასავით. არ შემაწუხა, აი ვიგრძენი რა და თან ისეთი სიტუაცია იყო, რომ მეთქი აი ერთი სული მქონდა დავწოლილიყავი და არა, ავიღე ერთი პური, ერთ ლუკმას მოკმიჩავ რა ვიტყვი, მანა რა მოხდება ეხლა რა, არა. ღმერთო გუშინ ჩემ თავზე გავიმარჯვე და დილას ისეთი ბედნიერი აფდექი, რომ რა იყოს. მე სადღაც დილით შევჭამეთ საჭმელს, ალბათ 11-12-ისთვის იქ სამსახურში რა ის სწრაფი, ანუ შეკვეთები რაც იყო ის იმეებს, რომ გავამზადებთ ხოლმე დისტრიბუტორებისთვის იმ თევზებს, იარლიკი რაღა და ეტიკეტებს და რაღაცებს. შენ გააგრძელე მიდი ეგ. ხო და აი მაშინ შევჭამე საჭმელი და ისე იყო, რომ აი ისე მსუბუქად, ისე კარგად არ მშიოდა არაფერი საერთოდ. აი უბედნიერესი ვიყავი და აი ზუსტად ვიცოდი რომ გუშინ რომ შემეჭამა საჭმელი ჩემ თავს ვეტყოდი ღორო აი რომ შევჭამდი მე ღორო აი რა აი ხარა ერთი ლუკმა ხო არ დაგანაყლებს თან არც გშიო და აი რატო ეცი და ისეთი ბედნიერი ვიყავი ეხა შევჭამე საჭმელი 3 საათისთვის დაახლოებით არა 4-ისთვის გატყუებთ ხო და პურით გემრიელად აჯაფსანდალი მივირთვი დარბაიძესი არ იყოს მივაყუმბარე ხო და ძალიან კმაყოფილი ვარ სადღაც 6-7-ისთვის ყავას დავლევ და ეგ იქნება და ეგა დამავიწყდა ჩემი ისა რა ქვია პირობა საკუთარ თავთან და ეხლა ვფიქრობ რომ ნეტა 12 ხო ვიყავი ხა უნდა ნახოთ ხვალარა და ზეგ რამდენი იქნება დილას ლაშას ვთხოვე რომ ელემენტები მოიტანე მეთქი ეხლა იქ დამხვდა რომ მოველი სკოლი და რაღაცა სამსახურიდან ელემენტები დამხვდა ნაყიდი არ გავხსნი არ ჩავდებ იმიტომ რომ ჩავდო დავდგებიზეთ იძულებ ანუ ეს ხო იცით ის რო გჭირს ხო და ხუთშაბათ გავაკეთოთ ეგ ამბავი და იმედია ჩაირთვება იმიტომ რომ ჯერაც ესე დავგეგმე იმდე ჯერ გაშტერდა მე აღარა ვიცი რამდენიც იმ სასწორს უჩემოთ არ შეეხოთ მე ხანიკით დააგდებენ ხანიკით მიაგდებენ მოაგდებენ და შტერდება ხოლმე და ესეც ესე ეხლა მას მოვჩები მე გუშინ მომიტანეს საროჭკა დასახატად და რაღაცაც უნდა დააზუსტოთ იმ გოგომ და უკვე დავიწყებ ხატვას მოკლედ დღეს ამ შეკვეთას და იმ შეკვეთას მოვჩები ხო თემუზე დილას მომივიდა მესიჯი ამანათის იმიდან ახალი გადამზიდი კომპანია თუ რაღაცა მოკლედ მომივიდა მესიჯი რომ თქვენი ამანათი მალე იქნებაო და ნახოთ ერთი სული მაქვს ჩამოვიდეს ყურსასმენები მაინტერესებს და ბენდენები მგონია რომ იონეს ბენდენები უნდა იყოს ამხელები იმიტომ რომ 6 წელში მივეცი 4 ლარამდე და
ერთ სალში კიდე მივეცი 4 ლარი ჩემს სალში. დახოთ. შენი და მე ბენდენით გავიჭიდები ყოლპი. დღეს ვიმუშავეთ, მაგრამ ოღონდ მართლა. გემრიელად სამნი ვიყავით, მე დედა და ბექა. ვიგრიალეთ, ჩქარა რაღაცა, სამნი იმიტომ ვიყავით, წესით 4 უნდა ყოფილიყავით, მაგრამ არ ვიყავით და ხვალეც სრულ შემადგენლობით ვიქნებით. ასე რომ ხვალიდელი დღე ხორხოცში, სიცილში და გართობაში გავატარებთ და მოვალთ. ყველაზე ძალიან ეხა რაც მეხალისება არის, იქიდან რომ მოდიხარ და რო აღარ აქცივა სველთავით რომ მოდიხარ. არა, სველთ არ მოდივარ, იქ სამაკწაღებული. სამარცხელი ფენი როა, ეგ მაქვს. ხო და ზამთარში აზრი არ აქვს მაგის იმას. ეხა ზაფხულში კაჩავს რა. თან მაინც კაპიშვენით მივდივარ ხოლმე და ვიფარებ, რომ რავი, სადმე ფეხები არ გავფშიკო. არ არის თრათ ისეთი გუშინ თქვენ ხო დამიწერეთ, არ არის თრათ ჯერ ისეთი სითბო, რომ სველთავით იარო და ზუსტად ეგრე გეთანხმებით. აი მე რითი წამოველი რო იცოდეთ. გარო გამოდივართ ხოლმე გაჩერებაზე. ძალიან ბევრი მარტყოფელი მოძრაობს ახლა იმ გზაზე რა, ან მარტყოფელმა უნდა იაროს, ან ნორიელმა. ან ახალწოფლელმა. ხო და თუ ახალწოფლელი იქნა და. ნუ მოკლედ, გაგვიჩერა ტრადიციულად მარტყოფელმა, ფული არ გადაგვიხდია. ჩვეულებრივ მარტყოფში ცხოვრებმა ადამიანმა დედას იცნობდა. გაგვიჩერა და მოველით გაზიკით. დედას გეფცები ბავშვობის მერე მაგაში არ ავჭიდა რომ რა ბედნიერი ვიყავი გაზიკი თუ ზილი. აი ეგრეთი და იგივე არ არის. დიდი მანქანა. ჯერ ხო ძლივს ავიპყոտე და მე ჩაბოსულსაც მე ხო ჩაბოხტი და დედა ჩემ დადგაიბაზე ფიზის ეხლა როგორ ჩამოვიდეო და მეუთხარ. ჩამოვახტუდე ხალი. როგორ ავიდა? აუ, ძალიან მაგარი არის. აი ფილმებში როა ხოლმე ზილი, გაზიკის ავტობუსი. ზილი, მე მგონი ზილი რა, სწორად ვამბობ მე მგონი. მამა პაპურად ისე რახრახით ამოველით. ჩამოვედი უნივერმაგთან, იქიდანაც აქვე მეზობელმა ამომიყვანა აქ ცხოვრება, ისე რომ ორი ტრანსპორტით მოვედი სახლამდე უფასოდ. აი ეგ არის ესე რა ქვია. ერთი სოფლისში ცხოვრებები რომ მოძრაობენ და აქვთ კულტურა გაჩერების თორე. ზოგი ისეთი ამოგიქროლებს, რომ სახელი და გვარი გადარჩები ხოლმე გაჩერებას. აი ეგ მოვახციეთ. გზის ფულიც აქეთ დამრჩა ხვალისთვის. მაშ ხვალიც რა დაგჭირდეს. ხო, ეხლა ჩემთვის იმუშავე ივლიან წინ დაუკან. ხო და ისეთი კმაყოფილი ვიყავი ამ მანქანაში ვიჩეკი. გამახსენდა ბავშვობის პერიოდი, აი მამიდასთან ერთად რომ რთველში რომ მივდიოდით ხოლმე, მაგრამ ეგეთი მანქანით დადიოდნენ და ძალიან მაგარია. მოკლედ ანტიკვარ მანქანით მოვედი რა, რახრახი და გრიალით. ნინო დღეს სამაქ თქვენიზე იმის არ გამიკეთებია ვიდეო რომ ნათიას უნდა მამას კომპიუტერში ჩავაგდებ და ნათია გადაიწერს. აუცილებლად უნდა გაბანაოთ ორი ბუზი დაკეფო. დრომია გამოხერს რა ქვებსა. ისე უნდა იყოს წებო დაასხა და დააყარო. და რასაც აიღებს. ესე იგი. დრო მოვდიოდი სახში სანამ მოველი, ცოტა ქვემოთ ჩამოვედი რა, მანქანით იქ ცხოვრობს. იქ ცხოვრება წამოვიყვანა და მეთქი არ ახვიდე ზემოთ, მე თვითონ ავალ და გავაჩერებინე და ესე იგი რომ მოვდიოდი. ეს ხეხილი ყავდება ხალხნო. სუნი დგა. სიცოცხლის სუნი დგა.
ისე მაგარი, აი აქეთ ისინი ტყემლები, გარგალი, აი ეგეთი რაღაცები ხო ყვავდება და აი უმაგრესი სუნით გაარა, რომ აი გრძნობა უკვე რომ всё გაცოცხალდა ქვეყანა და სამყარო, მაგრამ სამწუხაროდ ამინდში ცუდი ამინდია მოსალოდნე ლიო ერთი კვირავდა. იმედია როგორც ტრადიციულად ხოლმე ამ გამოსულ კვირტებს არ მიასიკვდილებს ყინვა და რა ვიცი ხალხი არ დარჩება ისევ ესე. აი უკვე გაცოცხლდა მთელი ბუნება და ეხლა თუ ყინვამ წაუჭირა ვერ ექნება საქმე კარგად. ეხლა მე კი იმდენი არაფერი არ მიდგა და კაი ხო, მაგრამ ხალხი მაგას შეყურებს რა. ეხლა რატო არ მიდგა ალუჩას შაშან არ ესხა. იმიტომ არ ესხა რომ მეწლეული ყოფილა და ანუ მეორე წელსაც არ დაისხავს. წელს უნდა ვაკეთო ალუჩის ტყემალი, ალუჩის კამპოტი, მოხარშული, მოხრაკული, შემწვარი ალუჩა, ყველანაირი ალუჩა. ისე უმად ის მარილთან და ესენი ამიმშავდა. ამიმჟაუნდა. და იმედია რომ თლად ყინვაზე არ ჩამოვა რა ტემპერატურა. ეხა ქვებს დავაწებებ, სანამ ცოტა ქვები შემაგრდება, მე შევყრი სარეცხს. დღეს ჩაითვლება ისე რომ სახში ვიყავი რა. მაინც მოვასწარი ყველაფერი, ის მოსწრებაც მინდოდა. ტვერსასრუტის დაქოქვას რაღა უნდა, რა დაუდგება წინ. ერთ არაფერი. ოღონდ რაღა დაგიმალოთ და თვალები მეხუჭება ისე, მაგრამ ეძინება ეხლა. ეხლა ვფიქრობ, ტვერსასრუტი ჩავთა თუ? მე მგონი თუ. შენ რა სიტყვი ნინო? ჯერ დავალება დამაწერინო. და იქნებ მე არ ვარ მოსული ამ დროს. შენ რა უნდა? რატო? მათემატიკის გაკვეთილზე გეძინა? თამუნა რო გიხსნი და შენ გეძინა? ანუ მაშინ იგებ და აქ რომ მოდიხარ გავიწყდება? მე შენ ასაკისა იცი რამდენი წლის წინ ვიყავი, აღარ მახსოვს ეგენი. თავი მინდა დავიძვრინო. იცი რა, ქენი, ხვალე თამუნასთან მიდი და უთხარი, რომ დედა მარიცოდა როგორ უნდა ეკეთებინა თქო. დამირეკოს ერთ გაბლანწყოს, ჩემი კლასელი ასწავლი. ისენცო მითხრას. დღეს იყო ჩემი უფროსის დაბადების დღე. და ჩემი გაკეთებული ხელნაკეთი ისწავლე ქოხი, სახლუკა. მაგის სურათები არც დამედია Facebook-ზე, ზოგის დავაჩუქე. ხო და ეგ წესით გამოფენისთვის გავაკეთე, თუმცა სოფელში გამოფენა უნდა ყოფილიყო და მე რავი, ჩაიფარდა. რაღაცა კი იყო, მაგრამ ფლათის არა და შემომჩარა და საჩუქრად ვარიგებ. ხო და ისე მოეწონა თამთას. და მიხარია ხოლმე. მე კაი ყავა და კაი ნაპოლეონი. ნაპოლეონი დარბაიძესავით, დავაყუმბარეთ და წამოვედით სახლებში, დავიშალენით. ნაპოლეონი. აგერ კაცი ნაპოლეონისთვის ისტხოვს ხოლმე ფულს, ალალათ ამბობს, მინდა ნაპოლეონიო და მე ტირის, გაზდის წვინტლი და დორბლი. იმ უბედურს, იმას რატო არ მირიცხავთ? ახლა იცი როგორ ითხოვს, იცი TikTok-ზე, ხო ჩართავს ლაივს. всё, აბა ეხლა 100 ლარი მოვაგროვოთ. ვიღაცა ჩაურიცხავს თქვა 1 ლარს. ეხლა დაგჭო 99-იო. ესე ხო ჩამოდის. მე 98, მე შეიძლება ვიღაცამ 5 თეთრი ჩაურიცხოს. ხალხი ურიცხავს თეთრებს, ანუ 2 თეთრი, 3 თეთრი და არიან ბედნიერები. მადლობა, ვაიმე ღმერთო, რო იტყვის ხოლმე რომ დამჭა 43 ლარი და 85 თეთრი, ან 87 თეთრი და რაღაცა და აი ესე ვითომ სხედან და ტირიან. აი მაგ დროს უნდა იყო იქ ახლო რომ მოჰკიდო იმ თმაში კი სადღა აქ, მაგრამ მაინც. და აკონციალო წინ და უკან.
და რამდენმა თქვენმა დამიწერეთ კიდე სხვადასხვა ისინი, TikToker-ები, YouTuber-ები, ესე რომ ითხოვენ. ზოგი მღერის, ზოგსაც ძინამ და ისო ირინერუა რაღაცა გვარია პოეტი იწყება. ეგ დამიწერეს. როკუნესის ხოლმე. და მაგანა თქვა, ეხლა დავიძინებო ლაივი ჩართდა და სანამ გავიღვიძებო ისა ჩარიცხული იყოს თანხები. აბა თქვენმა პრისაო მიშა სააკაშვილივით თქვენმა მზეთუნახავმა დაიძინაო და დაწვა. დაწვა და იმას უყურებდა 200 კაცი, როგორ ეძინა. მაჯელა ჯუნები ვარ დახოვდა. და ის ცორქმარი ხო აუტანლები ისო ხნეში სიმხელა კაცი. აი ეგ ხნეში ვეღარ ასუნთქავს ვერაფერი და აბა ხალხნო. რა გახდითო? აი ეს ხამაგ დასაფარები რა, ეს ამა გასალესიო, ეს ფანჯრებიო, ეს ისე რა იყოთო? რა არის ვერ გავ. ცოტა აქტიურადო რა. და ხალხი წამლები და სუნკები დადიან სამსახურებში რომ სახლამდე მოაღწიონ და იმისი არ იყოს დები არიან ერთ TikTok-ზე. ერთი იტალიაში, ერთ საქართველოშია, იქიდანაც წყვევლიან ერთმანეთს, ჯერ ერთმანეთს და იმ ერთ-ერთმა თქვა აქ რო იყო, რა იყო ემიგრანტებო, ჩემთვის რო გაერთიანდეთო, პოლსაც დავალგებო, ყველაფერსაც გავაკეთებო და სახლსაც გავარემონტებო. თქვენ კიდე რაღა მოგივიდათ, რა სახვეწინებთ ამ ხალხს. თქვენ ხო მიდიხართ იქ ემიგრაციაში და აი საზღვას როგორც კი გადაკვეთავთ, ხო ეს ეყრია ფული, რა მოგივით, მაგარი ისინი ხართ, რა ჟმოტები. დაეხმარეთ თქვენ კაი ადამიანები. დაეხმარეთ, ცოდუ არ არის, იღვიძებს, დაღლილი იღვიძებს. რა მნიშვნელობა აქვს YouTube-ზე თუ TikTok-ზე? ხან ზოგი დაღლილი იღვიძებს, დატანჯულები ზოგს წელის ტკივა. არ ვიცი. აწვალებთ ამ ხალხს რა. ანერვიულებთ დაღლილები იძინებენ და დაღლილები იღვიძებენ, რომ არ ურიცხავთ ფულსა. რა მოხდა ვერ გავიგე, შეგინახეთ ეს ხალხი რამდენიმე. თითზე ჩამოსათვლელები. ზოგს დასანიშნი შვილი ყავდა, ისა შვილი ყავო და ვერ აუმუშაოფო. არისთვის ვიმუშაო, არ ამყოფნის მაინც. უერთმა მაგარი თქვა. მართლა მაგარი თქვა. ზოგადად ხო ესე არის. გააქ 200 ლარი და გააქ 2000 ლარი, სიტყვაზე ვამბობ. ანუ ისე ყიდულობ, რომ მაინც ანუ როგორც 200 ლარი ყოფნის, ისე 2000 ლარი რა. ანუ ისე ვამბობ სიტყვაზე ხო რა შედარება, სად 200 და სად 2000, მაგრამ ცოტა რო გაქვს, ცოტათი ხარჯავ და ცოტა სიტყვებ და ბევრი რო გაქვს. ბევრს ახარჯავ და ცოტა სიტყვა, ანუ თვის ბოლოს მაინც ცოტა გაქვს. ხო და? იმენა თქვა რა, რომ რისთვის ვიმუშაო? რო არა მაქვს, მაინც არა მაქვს და რომ მაქვს მაინც არ ამყოფნისო. რიღასთვის ვიმუშაო და რიღასთვის დავიღალო და იმის მერე სახში იღლება. სახში იღლება? თქვენ კიდე რა გახდით? რა გახდით? ბიჭიკოსი არ იყოს. თუ მთელი სამყარო ფეხზეა, ესეთი კაცი დამაძინეთო. რაღაცა მსგავსად ხო არის. გადადიხართ საზღვარზე, ტოვებთ ოჯახს. და ისი გულისთვის ოჯახს გამოგზავნოთ ფული? რა სიძახთ? ეს ხალხი ცოდები არ არიან? ჰა? გაბლატავდნენ პირდაპირ ბინები უნდათ. მერს ხო არ ითხოვენ ბინას, რემონტს, მანქანას, გადასახადების გადახდას. დაუნახავები ხართ რა. დაუნახავები პირდაპირ. არაფრის ღირსები თქვენ არ ახართ. ჩვენ იმან რა ქვია ემიგრანტმა მეთქი ემიგრანტი რა შუაში. რა ქვია გოგო იმ ქათამს იაპონკამ. და თუ კვერცხი. საბუდარი გაუკეთეთ მე და ნინომ რომ აბა იქ დაიწყოს დაგროვებაო. პირველი აუცდა სხვაგან დადო. მერე ის საბუდარი გადმოუტანეთ იმ კვერცხთან და დღეს უკვე მეორე მიაბძანა გვერდით. ეხლა ცოტა ხანი ავიღებ მაგ კვერცხებს, არ დაუდებ, იმიტომ რომ ცოტა სიცივები უწევს წინ. მე ერთი 10 კვერცხს შევინახავ და უნდა დავსვა ხალხო, აი ამ ხილაკათან დავსვა. ვაიმე და TikTok-ზე ვნახულობ ხოლმე მაგის წიწილებს. აი ესე უჭირავთ. ვაიმე რა სიცოცხლეები არიან.
ის ხო იცით როგორი საყვარლები არიან ის ჩვეულებრივი ქათმის გამოჩეკილი ღუმულები და იცით პატარები არიან და თან ფუმფულები და ვაიმე გეფცები აი თელი სული და გულით ერთ სული მაქვს აი მაგის წიწილებს მოვესწრო საყვარლები არიან აი ძალიან თან რო ავიყვან ხოლმე ხელში ამ დედალს ჩემთვის ხო პატარა მაგრამ ქალობაზე თავსა დედ ძალიან სიცოცხლე და ღუნებს ხოლმე საყვარლად აი მე მგონი გავედი ბოლოში გავედი არა ცისფერი მაგასაკეთებელი რა ბოლოში გალუ ამის პარალელურად რა გავაკეთო მეთქი და ჩავრთე სერიალი ნანახი სერიალი გაგიკვირდებათ და ისევ ნანახ სერიალს უყურებ რა დაემართა დივან კიმს და გაგიკვირდებათ და თუ გეტყვით რომ კორეულია ხო და ქართულად არის ნათარგმნი რა სუბტიტრებით არ არის და მაგიტო ჩავრთე რომ თან საქმეს გავაკეთებ მე თუნდაც ხა დასაუთოებელი მაქვს და რატა ეხლა ვფიქრობ დავაუთოვო თუ დავიძინო და მე მგონი დაუთოვება უფრო გაიმარჯვებს და ანუ თვალებში არ უნდა უყურო როგორც სუბტიტრები რო გადის ხოლმე ესე არ უნდა ყურება რა გახმოვანებითაც ადვილია ხოლმე მაგდროს მე რაღაცის კეთება და ეგ ჩავრთე კაი ფილმია ვისაც არ აქვს ნახე შეგიძლია უყუროთ აჭარანეთს არა azia.com.g ქართველების საიტია ვაი ეს მეძინება მაგრამ ეს უნდა დავამთავრო ყველა ვარიანტში აი ხა ის საკმარისია 1:15 წუთი გავითიშო აი სრულიად საკმარისია ოღონდ მართლა და თან სავარაუდოდ მაწყობს ეგ ამბავი რომ ნახატს ხატავ ხოლმე ღამე ხო როცა ყველა ძინა თან როცა უკვე გამოძინებული ხარ უფრო დიდი ხანი გავქაჩავ და რაც შეეხება საჭმელს ხვალისაზე ზოგადად ხვალე უნდა იფიქროს ადამიანმა ხო მეთანხმებით მაგაში აჰა შენ 6-ზე გაქვს ეკბასზე ხაზვა როდის გაქვს ხაზვა ისა უსასმენი გიუკეთი არა უნდა მეთქვა ჯებსანდალია მეთქი გაზზე და ისედაც უჩვენახავს რაღაც უთხრა 95 წლისა არის და ხელით ხوار ვატარებ იმასავით ნატრის ხეში რომ მამაო შემოულაწუნეო ბაბოენა ცოლოს თუ ბებოენა ცოლს იმ ხელად ოქალაკი რო დააყავ ხელით ჩავანახავს აჰა ერთი ქვაღა და ყვითელი მორჩა დამრჩება მარტო ცისფერი დასაწებებელი ესაა ზუსტად დააკვდა ცოტა ხანი გავუკეთებ და დავისვენებ რა ოღონდ მართლა დავისვენებ ესეც გააკეთეს ხო ამას ისა ამჯერ ვერ გავლაკავ ის არის ფოლგაცა ქამაკ უნდა სამაჯური და საყურე გავუკეთო და გავლაკოთ სანამ დაღამდება ეგ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ მე ლაკს ვერ უსმევ ხოლმე კარგად განათება რო არ არის რომ შეიძლება ალაგ-ალაგ ვერ დაინახო და სიპრიალე ცისფერიღა დარჩა ისაკრავი ესენი სად არის არ ჩამოწვირდება აი ეს ხა დამრჩა მე გავუკეთებ საყურეს
და ყელსაბამს, რომ შეივსოს და მთლად ის არ იყოს. ეს არის ჩემი ულამაზესი გოგო. ჩემი შავი ქალბატონიც აქ მაქვს. არ მიმიკვრია ჯერ. არ მომიძებნია ადგილი, სავარაუდოდ აქ გავაკეთებ, მაგრამ მე მგონი დღეს ვიზავდა. ესე დავთოთ ცოტა ხანი, რომ სიმძიმე მაინც არ ჩამოქაჩოს ძირს. და თქვენ კი დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე. ეხლა ეს ავიწიოთ. ხელს გვიშლის ეს ყველაფერი ჩვენ. რადგან ცოტა ხანი ესე უნდა მივსვენდე და სერიალს ვუყურებ. სანამ გამაგრდება ეს და ლურჯსაც დავაწევი.